წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მიღებიდან 7 თვის თავზე ევროდირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების 52%-ია შესრულებული. უკვე განისაზღვრა წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წესი და დასახლებების საკანალიზაციო სისტემაში წყლის ჩაშვების პირობები, თუმცა ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად რომელ სექტორებს მოუწევთ მოსაკრებლის გადახდა ამ მიმართულებით და ისიც აღსანიშნავია, რომ რეფორმაში დაფიქსირებული ხარვეზები 2026 წლამდე უნდა დაიხვეწოს იმისთვის, რომ უკვე აი ამ ნორმატიულმა აქტებმა რეალურად ეფექტურად შეძლოს მუშაობა. ნინა უნდა შემოგვერდეს დეტალებით, რომელიც გაეცნო შეფასებას თუ რამდენად ეფექტურად სრულდება რეფორმა წყლის რესურსების მართვის. ნინა, გისმენთ. ასოცირების შეთანხმების თანახმად საქართველოს წყლის რესურსების მართვის ვალდებულება აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ამ მხრივ საკმაოდ მდიდარია, ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 68% მიეწოდება უწყვეტ რეჟიმში წყალმომარაგება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის 30 ივნისიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს კანონი წყლის შესახებ შევიდა ძალაში, რომელმაც სწორედ რომ აღნიშნული მიმართულება უნდა დაარეგულიროს, თუმცა ამ მხრივ სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სანამ ნორმატიული აქტები შევა ძალაში, კანონპროექტი უკვე არასრულად, თუმცა 52%-ით არის შემუშავებული. ამ მხრივ ყველაზე მეტად დახვეწილად 67%-ით საკანონმდებლო ჩარჩო შეგვიძლია მიმოვიხილოთ, თუმცა რაც შეეხება გამოწვევებსა და იმ მიმართულებებს, რაც დახვეწილია ამ ეტაპისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროისთვის უკვე ასე რომ ვთქვათ, ზუსტად არის დადგენილი საკანალიზაციო წყლების ჩაშვების საკითხი, უშუალოდ დასახლებული პუნქტებიდან თუ სხვადასხვა ობიექტებიდან და ასევე უკვე დადგენილია სახელმწიფოს აღრიცხვის წესი წყლის რესურსების კუთხით. თუმცა არსებობს რიგი გამოწვევები, იგივე მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ სასმელი წყლის კუთხით, საუბარია ჭაბურღილების აღრიცხვის საკითხზე, ანუ იმ ჭაბურღილებზე, რომელიც საიდანაც სასმელი წყლის მომარაგება უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, მართვის სისტემა უნდა იყოს შეცვლილი. მსოფლიოში აღიარებულია, რომ ყველაზე ეფექტური მართვა ეს არის სააუზო მართვა, ან და აუზების მიხედვით. ჩვენ დღემდე ასეთი არ მქონდა, ადმინისტრაციულ დონეზე იყო მართვა და ეხლა რეფორმის პროცესში ვართ. რა თქმა უნდა, მისაღებია რიგი ნორმატიული აქტები, კანონქვემდებარე აქტები, სადაც უფრო დეტალური იქნება ასახული ეს ტექნიკური, ისე ვთქვათ, მოთხოვნები. ამ რეფორმის კულმინაცია იყო ის, რომ 23 წლის ზაფხულში მოხდა ახალი წყლის რესურსების კანონის მიღება. ეს კანონი მართლა რევოლუციურია იმ თვალსაზრისით, რომ რადიკალურად ცვლის ამ რესურსებისადმი მიდგომას, გადავდივართ ახალ სისტემებზე, ახალ მიდგომებზე, რომელიც სრულ თანხვედრაში ევროკავშირში უკვე მრავალი წლის განმავლობაში არსებულ მიდგომებთან. საუბარია წყლის როგორც ხარისხის გაუმჯობესებაზე, ისე წყლის რაოდენობის და განაწილების საკითხებზე, რაც დამეთანხმებით, რომ დღევანდელი გლობალური დათბობის და კლიმატური ცვლილებების პირობებში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იწენს. USAID უკვე რამოდენიმე წელია მხარს უჭერს წყლის რესურსების რეფორმის განხორციელებას. ევროდირექტივების გათვალისწინებით, როგორც უკვე აღვნიშნე, უშუალოდ ნორმატიული აქტები ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან უნდა შევიდეს, თუმცა იქამდე საკმაოდ ბევრი მიმართულებაა დასახვეწი, კერძოდ დამოკიდებულება ბიზნესთან მიმართებით. ამ დრომდე არ არის დადგენილი, თუ ვის მოუწევს დამატებით, ასე რომ ვთქვათ, ღირებულების გადახდა წყლის გამოყენების შემთხვევაში. არ ვიცით კონკრეტულად თუ რომელ სექტორებს შეეხებათ ეს და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტებს და უშუალოდ რეფორმაზე მომუშავე ორგანიზაციებს პასუხის გაცემა უჭირთ. არსებული ვერსიის მიხედვით ის სამართლებრივი ჩარჩო, რაც დაგეგმილია კანონთან დაკავშირებით 15 ნორმატიული აქტის მიღება და დაგეგმილია 2026 წლის სექტემბრამდე. აქედან დაახლოებით 5-ზე მიმდინარეობს მუშაობა, დანარჩენზე ან დრაფტი უკვე არსებობს, ან უკვე დამტკიცებულია. რაც შეეხება ზედაპირული წყლებიდან წყალაღების მოსაკრების და ლიცენზირების დაწესებას, ეს ამის ამოქმედება დაგეგმილია 2027 წლის სექტემბრიდან. რეფორმის მიმდინარეობა ამ ეტაპზე შეიძლება შეფასდეს დადებითად, ვინაიდან დაახლოებით 52% რეფორმის ქვეშ დაგეგმილი აქტივობების არის უკვე შესრულებული, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ტემპი არ დავარდეს და დაგეგმილს მივუყვეთ 2030 წლამდე, როგორც აქვს სამინისტროს დაგეგმილი, იმ ტემპით გავხდოთ საქმე.
და ბოლოს რომ შევაჯამოთ თუ რა ასე რომ ვთქვათ რიგი ეტაპები უნდა გაიაროს წყლის რესურსების მართვის იმისათვის რომ წყლის რესურსების მართვა უფრო კარგად მოხდეს რეფორმის ფარგლებში ის ზუსტად 2030 წლისთვის უნდა ამოქმედდეს სრულფასოვნად თუმცა იქამდე უნდა განისაზღვროს თუ როგორ უნდა მოხდეს წყლის ხარისხის კონტროლი როგორ მოხდეს ისე რომ მოსახლეობის 100% მიოწოდებოდეს უწყვეტ რეჟიმში წყალი განისაზღვროს ზუსტად ის გამოწვევები რომელიც ინფრასტრუქტურის ნაწილში დგას